ძალიან მალე თქვენი ხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაზე. ჩვენ აიათოლების რეჟიმის ყველა სამიზნეს დავარტყამთ. აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ აქამდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში მოხდება. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაადასტურა, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია მათი საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე. ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოიკითხა. პროკურატურის ინფორმაციით შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. როცა გავიგეთ ინფორმაცია შემოვიდა, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და ასე შემდეგ, იქ უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, რაც კიდევ ეძახები გამოცდილება მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც და რა თქმა უნდა უსაფრთხოების სამსახურიდანაც. მე დაუკავშიროთ ხარ ეს არ შეიძლება. ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და უკრაინის ომი. უკრაინამ სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული შეტევა შეაჩერა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.